დავიწყოთ. მოგესალმებით. მე ვარ ბექა ციფარიშვილი. მოგესალმებით. მე ვარ ბექა ციფარიშვილი, ჟურნალისტი და მუსიკოსი. ვინც ჯერ კიდევ არ იცის, მე ვარ ბრალდებული 213 მუხლის მეორე ნაწილში, კერძოდ დიდი ოდენობით მარიხუანას შეძენა შენახვაში. ორივნის არის ჩემი სასამართლო პროცესი და მე მუქრება პატიმრობა მინიმუმ 7 წლით. სამართლებრივ დეტალებზე მოგვიანებით გიორგი ისაუბრებს, მანამდე კი გაცნობთ, რომ 31-ში 3 საათზე იმართება აქცია მსვლელობა უნივერსიტეტთან, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან პარლამენტამდე, მოთხოვნით შეწყდეს ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა. აქციის დეტალებზე ნუცა გაგესაუბრებათ. მანამდე კი ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ მოუწოდებ ადამიანებს, რომ მათ ვინც ხვდება და აცნობიერებს ამ პოლიტიკის, ნარკოპოლიტიკის რეპრესიულ ხასიათს, მოვიდეს 31-ში აქციაზე, მსვლელობას შემოუერთდეს. ჩვენ აქვე აღვნიშნავ, რომ არ ვემიჯნებით 2 ივნისის აქციას, რომელიც არის მარიხუანას დეკრიმინალიზაციის აქცია, თუმცა მიგვაჩნია, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არის ერთ-ერთი რგოლი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და ეს უნდა შეეხოს არა მხოლოდ მარიხუანას, არამედ სხვა ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებსაც. აქვე აღვნიშნავ, რომ რატომ 31 მაისი შეიძლება ჩემთვის აღმოჩნდეს ბოლო საჯარო აქტივობა, შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 31-ში გაგვეკეთებინა ეს აქცია იქნება მშვიდობიანი და სხვა დეტალებზე უკვე ისაუბრებენ ჩემი მეგობრები. აქვე წარმოადგენ, ეს არის საინიციატივო ჯგუფი, კამპანია ბექა არ არის კრიმინალის ავტორები, რომლებიც ხვდებიან და კარგად აცნობიერებენ არსებული ნარკოპოლიტიკის რეპრესიულობას, დევნაზე ორიენტირებულობას და აცნობიერებენ იმას, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს არ გვყავს ციხეში გასაშვები ისეთი ადამიანები, ვინც ამას არ იმსახურებენ. მადლობა. გამარჯობა, მე ნუცა ჩიგვაიძე, ერთ-ერთი ინიციატორი შემქმნელი Facebook page-ისა, რომელმაც უკვე 5000-მდე თუ უფრო მეტი ადამიანი შეკრიბა ამ სახელის ქვეშ, რომელიც არის ბექა არ არის კრიმინალი, ბექა კრიმინალი არ არის, პრინციპში ერთ და იგივეა. მინდა აღნიშნა, რომ ეს არის უბრალოდ კრებითი სახელი. ამ შემთხვევაში კონკრეტულად ბექას, ასე ვთქვათ, кейს განვიხილავთ, თუმცა ამ სახელის ქვეშ არსებობენ ბევრი ბექები, ანუ ეს პრობლემა არ არის მხოლოდ ბექასი და აქედან გამომდინარე, ალბათ ამის ბრალია, რომ შემოგვერთა ამდენი ადამიანი. მე მინდა 2 სიტყვა თქვა აქციის შესახებ, რომელიც დაიწყება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში და გაგრძელდება ყოფილი პარლამენტის შენობამდე. მსვლელობა იქნება ხმაურიანი, მაგრამ მშვიდობიანი. მინდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მოვა და ხარში დაგვიდგება ამ აქციის დროს, მოუწოდოს იმ შვიდისკენ. ასევე მინდა პოლიციას მივმართო, რომ დაიცვას ჩვენი ინტერესები და თავის საქმე აკეთოს, მოკლედ რომ ვთქვა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მოქალაქეებმა, რომლებიც დღეს ამას ისმენენ, გააცნობიერონ, რომ ეს პრობლემა არ არის მხოლოდ ბექასი. ბევრი ადამიანი იდევნება ამ ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის გამო. მარიხუანას მომხმარებელი არ უნდა მიდიოდეს ციხეში და არ ვიცი, ყველას თქო რომ შემოგვიერთდეს, იმიტომ რომ ხვალ ეს პრობლემა შეეხება მათ. მეც ერთ-ერთი ამ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ვარ, და მიმაჩნია, რომ ეს ნარკოპოლიტიკა რაც არის შემუშავებული და რაც
ძირითადად იმ ცვლილების შემდეგ მოხდა 2006 წლის ცვლილების შემდეგ მოხდა კონკრეტულად ადამიანებზე ძალადობს და ამაზე პასუხისმგებელი არის ის პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამ პოლიტიკას ახორციელებს. ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ ახლა კონკრეტულად ეს ვისი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა დგება აქ და ახლა და აქ და ახლა ამაზე პასუხისმგებელი არის მოქმედი პოლიტიკური ჯგუფი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ნარკოპოლიტიკის შედეგად დაზარალდება, ის იქნება უბრალოდ მსხვერპლი იმ სისტემის, რომელიც არ დანგრეულა და რომელიც კონკრეტულ თითოეულ ადამიანზე, თითოეულ ჯგუფებზე, ადამიანის ჯგუფებზე ძალადობს. პასუხისმგებლობა მთლიანად გადასულია სახელმწიფოს ხელში, რომელიც ერთი შედეგი გვაქვს ბექას შემთხვევა, რომელიც არის უამრავი ესეთი ადამიანი, როგორც თვითონ აღნიშნა. მინდა დავამატო, რომ ჩვენ ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, სწორედ ამიტომ, რომ არსებული ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა იყო წინა ხელისუფლების დროსაც და არაფერი ცვლილება არ მომხდარა. ამიტომ ჩვენ უბრალოდ ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ პარტიას, ძალას თუ უბრალოდ ინდივიდს. არის ჩემი ინტერესების დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენი ერთ-ერთი ჩემი სახელი შესული არის საარჩევნო საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ დეტალებზე უფრო კარგად გიორგი ისაუბრებს და თუ რა შეეხება და რას მოიცავს. მოგესალმებით და მინდა მეტნაკლებად სანამ უშუალოდ საკონსტიტუციო საარჩევნამდე და უშუალოდ ბექას პრობლემამდე დავიდოდე. მოკლედ მიმოვიხილოთ ესეთი რაში მდგომარეობს ნარკოპოლიტიკის სამართლებრივი პრობლემა და უფრო დეტალურად და სამართლებრივი ანალიზი დავინახოთ ამისი და დავიწყოთ სისტემური მიდგომიდან. ნარკოდანაშაულებში საქართველოს სახელმწიფომ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე მოახდინა რამდენიმე საერთაშორისო ნარკოდანაშაულის აქტზე მიერთება, ერთ-ერთი ეს იყო გაეროს კონვენცია. გაეროს კონვენცია ჩამოთვლის ბუნებრივ უამრავ ნარკოტიკულ საშუალებას, მაგრამ აქ უნდა აღინიშნოს, რომ არის ცალსახა განსხვავება რამდენიმე ნიშნით. პირველი ნიშანი ეს არის სუბიექტების მიხედვით, ანუ ვინ არის დამნაშავე, არის ეს მომხმარებელი თუ არის გამსაღებელი და მეორე ნარკოტიკული საშუალებების მიხედვით. ანუ არსებობს ნარკოტიკული საშუალებების დიფერენცირება, განსხვავება და ჩამოყალიბება, მათი იგივე დამოკიდებულების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტი ამას იზიარებს. მიიღო ერთი აქტი, რომელთაც განსაზღვრა, რომ ესა და ეს ნარკოტიკული საშუალებები არის უფრო მძიმე, უფრო მსუბუქი, მაგრამ არსებობს აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც სანქცია ყველას აქვს ერთნაირი. ყველას გაუთვალისწინებად იმისა, ეს არის მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება თუ განსაკუთრებით მძიმე. მეორე პრობლემა აქედან არის გაუმიჯნაობა გამსაღებელის შეძენა შენახვის და მომხმარების. ორივე იგივე ყველაზე ხშირად გამოყენებადი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსის 260 არავლებს არანაირ მიჯნას გამსაღებელს შემძესა და შემნახველს შორის. ყველა ეს მიუხედავად იმისა, რომელ ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება, მიუხედავად იმისა, საით არის ეს მიმართული, ანუ ეს არის გასაღების მიზანი აქვს თუ არა პირს, თუ თვითონ უბრალოდ მომხმარებისკენ არის, ითვალისწინებს იძლევა ერთი და იგივე სანქციის დანიშვნის შესაძლებლობას. რაც შეეხება უფრო სისტემურ პრობლემას, ეს მდგომარეობს მიდგომაში, იგივე ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკიდან მოყოლებული. მოსამართლეს ჩამოერთვა მთელი რიგი უფლებამოსილებები, მათ შორის დანიშნოს უფრო მსუბუქი სასჯელი, ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს, თუ არ არის დადებული საპროცესო შეთანხმება. მივიღეთ შედეგი და რეალობა, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება არის ყველაფრის განკარგავი ნარკოპოლიტიკის სფეროში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახლა ხელშეთანხმებული ვიზა ლიბერალიზაციის ხელშეკრულებით, ასევე 27-ში ვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს, ამ ხელშეკრულებით იღებს ვალდებულებას საკუთარი ნარკოპოლიტიკა დაუქვემდებაროს ევროკავშირის ნარკოპოლიტიკას, ანუ არსებობს საერთაშორისო ევროკავშირის დონეზე ორგანო, რომელიც აკონტროლებს და იღებს სხვადასხვა სახელმწიფოებისგან ამ ინფორმაციას. ანუ აწარმოოს შეთანხმებული ნარკოპოლიტიკა ევროკავშირთან. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით არაფერი არ იცვლება და ახლა კი მე მინდა დავიდე კონკრეტულად ბექას შემთხვევაზე, როგორც ერთ-ერთ ინდივიდუალურ მსხვერპლზე ამ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის. ბექას ბრალieდება მხოლოდ შეძენა შენახვაში და არსებობს შესაბამისი საბრალდებო დასკვნაც და ამაზე არავინ არ დაობს. ბექა აგრეთვე არის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებისთვის ბრალდებული პირი, ანუ მარიხუანისთვის.
მიუხედავად ამისა, მას ემუქრება 7-დან 15-14 წლამდე თავისუფლების ახლოვთან. ძალიან კარგ შემთხვევაში ეს არის 7 წელი. პროკურატურამ საწყის ეტაპზე მართალია გააკეთა საპროცესო შემოთავაზების ინიციატივა, მაგრამ შემდგომ ეს საპროცესო შეთანხმება სრულიად უარყო. და იგივე არამხოლოდ იგივე პირობებზე არ იყო თანახმა, არამედ ჩვენს მიერვე შეთავაზებულ უფრო მძიმე პირობებზეც კი არ იყო თანახმა პროკურატურა. სავარაუდოდ ეს აიხსნება კვლავაც, როგორც უკვე აღნიშნეთ, გამკაცრებული ხელახლა გამკაცრებული ნარკოპოლიტიკით. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლი არღვევს ამ შემთხვევაში ბექა წითარიშვილის და კონკრეტულად ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით კი უნდა აღნიშნოს თანასწორობის და სასტიკის სასჯელის აკრძალვის მუხლი, კერძოდ ბექა წითარიშვილის არსებით იგივე მდგომარეობაში აყენებს განსხვავებულ სრულიად განსხვავებულ სუბიექტებთან მიმართებით, იგივე გამსაღებელთან და სხვა მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებთან მიმართებით, აგრეთვე ეს არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აკრძალულ სასტიკის სასჯელის გამოყენების უფლებას, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით აკრძალულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. ამასთან აღვნიშნე, რომ მე ვარ მხოლოდ ბექას წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა ჩვენ გვაქვს შეტანილი შუამდგომლობა საერთო სასამართლოში, რათა მან შეძლოს და გადადოს სხდომა, რა კი მას სამართლებრივად ამის საშუალება ეძლევა, გადადოს სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 260 მუხლთან დაკავშირებით. ზემო აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა კიდევ ერთხელ აუჩნევ არის იმ სისტემური პოლიტიკის შედეგი დაყვანილი ინდივიდებამდე. ბექასნაირი ინდივიდი არის ძალიან ბევრი და განსაკუთრებული ყურადღება მინდა ძალიან მოკლედ გავამახვილო იმ ადამიანებზე, რომელთაც არიან წამალდამოკიდებულები მძიმე საშუალებებით. ასეთ შემთხვევაში აგრეთვე სახელმწიფოს აქვს აღებული მთელი რიგი ვალდებულებები, იგივე მოყვანილი ხელშეკრულებები, თუმცა კვლავ შეუსრულებელი რჩება, მათ შორის სამედიცინო მიდგომებზე გადასვლა და ასე შემდეგ. სურს ორგანიზატორებს გადავცე სიტყვა, თუ დამატებას უთხრამით, თუ არა, კითხვებით ხო, 31-ში გელოდებით ყველას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. ივანე ჯავახიშვილი. 3 საათს დაიწყება ეს მსვლელობა და მსვლელობით ჩავალ ჩვენ ყოფილ პარლამენტის შენობასთან. ეს იქნება ხმაურიანი აქცია, რომელიც ეს ხმაური აღნიშნულია იმისი, რაც პოლიტიკასაც ატარებს სახელმწიფო კონკრეტული ადამიანების მიმართ და ამ ადამიანებს როგორ ართვლის ადამიანებად, რომლებიც შესაძლოა მათი ამორჩევლები იყვნენ პოტენციური და ესეც ალოგიკურია, რატომ აწყობთ ესე. მაგრამ ეს არის ჩვეულებრივ ის ტენდენცია გრძელდება, რაც ამდენი წლის განმავლობაში იყო საქართველოში და ამის შეცვლისკენ არავინ არ მიდის და არანაირ პოლიტიკას არ იმუშავებენ. მათთვის ადვილია, რომ ადამიანი დაიჭირო, რაღაც მიუსაჯო და მოშორებულია, რაღაც იშორებს რაღაციდან, მაგრამ საიდან იშორებს თვითონაც არ იცი. და უბრალოდ ჩნდება ესეთი კითხვა, რომ თუ კი მოხდა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, რა პასუხს გავცემთ იმ ადამიანებს, რომლებმაც უკვე მოიხადეს სასჯელი, ან ახლა იხდიან სასჯელს. ბოდიშს მოვხდით უბრალოდ, რომ თქვენ იყავთ კრიმინალები, უბრალოდ ჩვენ შეგვეშალა და თქვენ თურმე არ ყოფილხართ, ეს არის კი ჩემი კითხვა. დავასრულოთ რა. გელოდებით